მარტინ პესკადორი არის ფრინველი, რომელიც გონია, რომ ზღაპრიდანაა გამოსული, მის ნათელ ფერებსა და ლამაზ ქცევას აქვს უნარი დაინტერესდეს დამკვირვებლებისგან მთელ მსოფლიოში. თუ ფიქრობთ, რომ ფრინველების შესახებ ყველაფერს იცნობთ, მოიმზადეთ, რადგან ეს ბუნების პატარა საოცრება ბევრად მეც გვიხსნის, ვიდრე მხოლოდ მისი გასაოცარი გარეგნობა. დავიწყოთ პირდაპირ მნიშვნელობით მარტინ პესკადორის სამყაროში ამოწმებამდე მის საგნებსა და გარკვეულ უკვირვებებს, რომელიც შეიძლება არასდროს წარმოგედგინოთ. იცოდით, რომ მარტინ პესკადორების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს მთელ მსოფლიოში. დიახ, ეს ფრინველები განლაგებულები არიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. თითოეულ სახეობას აქვს საკუთარი თავისებურებები, თუმცა ყველა მათგანი იზიარებს შესანიშნავი უნარს თევზაობისას. და როგორც სახელი ჰქვია, ისინი ამ ხელოვნებაში შეჯიბრების მეფეები არიან. მაგრამ თევზაობა არ არის მხოლოდ გადარჩენის საკითხი, ის ერთგვარი შოუა. წარმოიდგინეთ სცენა, მარტინ პესკადორი, მისი ნათელი ფრთებით ატარებს ჰაერში, ფოკუსირებულია მიზანზე. შემდეგ სწრაფად და სწორად ის ჩაძირდება წყალში და იშლება თევზის წვერზე. ეს გონია, რომ ფრინველი წყლის ოლიმპიური სპორტსმენი იყოს. რა ხდის ამას კიდევ უფრო შთამბეჭდავს, ეს არის სიზუსტე. კვლევები აჩვენებს, რომ მარტინ პესკადორი აქვს მაღალი განვითარებული მხედველობა, რომელიც შეუძლია გამოყოს წყლის შუქის გამრეცხვა. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც თევზის მდებარეობა წყალში დარღვეული იყოს, ის იშვიათად ამარცხებს მიზანს. ეს უნარი წარმოადგენს ევოლუციის შედეგს ათასწლეულების განმავლობაში, რომ სრულყოფილად მოერგოს წყლის გარემოს. მაგრამ მარტინ პესკადორი არ ცოცხლობს მხოლოდ თევზებით. სახეობის და ჰაბიტატის მიხედვით მას შეუძლია შეჭამოს მცირე კრუსტაცეები, მწერები და ასევე ამფიბიები. ეს საკვები მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მის გადარჩენას სხვადასხვა გარემოში, იქნება ეს მდინარეები, ჟღავნებს ან ტროპიკული ტყეები. და ჰაბიტატზე საუბრისას იცოდით, რომ ზოგიერთი მარტინ პესკადორი. აქ არის ერთ-ერთი, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ, ზოგიერთი კულტურა მიიჩნევს, რომ მტაცებელი მფრინავი არის იღბლისა და ჩქაის სიმბოლო. მაგალითად, ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ლეგენდა ალციონის შესახებ, რომელიც ღმერთებმა მტაცებელ მფრინავში გადააქციეს. ეს ლეგენდა გახდა გამოხმაურება ალციონის დღეები, რომელიც შეესაბამება ზღვის სიმშვიდის პერიოდს. მტაცებელი მფრინავის მიერ არა მხოლოდ თევზების, არამედ ადამიანის წარმოსახვის გადამეტების საოცრება ნამდვილად განსაცვიფრებელია. და ბოლოს მინდა რომ თქვენ წარმოგიდგინოთ მომენტი მშვიდ მდინარეზე. მზე ბრწყინავს და წყლის ნაკადი წყვეტილია მეწურმაღისალისა და ლურჯისა ფერის შუქების მიერ. მტაცებელი მფრინავის სრულქმედებაში გვახსენებს, თუ როგორ შეიძლება ბუნება იყოს ერთდროულად სასიამოვნო და ძალაუფლოვანი. ეს ფრინველები გვასწავლიან ზუსტობას, მდგრადობას და უპირველესად სიცოცხლის სილამაზეს ყველა მის ფორმაში. ნუ გეშინიათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ხდება მტაცებელ მფრინავზე ასეთი ეფექტური თევზჭერა? მისი უნარი მხოლოდ ინსტინქტით არ არის გათვალისწინებული, თითოეულ ხელოვნურ დაშვებას სჭირდება ბევრი მეცნიერება. ეს ფრინველი აღჭურვილია განსაკუთრებული ადაპტაციებით, რომლებიც მას აძლევს სპეციალისტად დარჩენას აკვატორულ მტაცებელებში. ერთ-ერთი ამ ადაპტაციიდან არის ვარდისფერი გრძელი პირი. იგი წვეტია, გახლეჩილი და დაუჯერებლად ჰაეროდინამიური, რაც წყალში შესვლის დროს დარტყმას ამცირებს. თითქოს მტაცებელი მფრინავი აქვს სპეციალურად შექმნილი ბუნებისგან თავისი მთავარი საქმიანობისთვის. ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ფრენა. მტაცებელი მფრინავი ფრენის მწვერვალზეა, მას შეუძლია სტატიკური ფრენა, იგივე ჰაერში დაჯდომა.
იგი იყენებს მის სწრაფ და ძლიერ ფრთებს ჰაერში დარჩენისთვის, რაც საშუალებას აძლევს ყურადღებით დააკვირდეს წყლის ქვეშ სანამ ჩაძირულება. ეს მოძრაობა საჭიროებს გამორჩეული კოორდინაციას, ხოლო ფრინველების უმეტესობა ვერ ახერხებს ასე ეფექტურად. ასევე, მტაცებელი მფრინავი აქვს ექსტრემალურად სპეციალიზირებული თვალები. ეს თვალები ადაპტირებულია როგორც ძლიერ სინათლეში, ასევე წყალში დანახვაზე. განსხვავებით ადამიანებისგან, რომლებიც უნდა გაიღონ ფოკუსი, მტაცებელი მფრინავი აკეთებს ამას დაუყოვნებლივ. ასევე, მას აქვს ნიქტიტა მემბრანა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ მაღალწყლიან მარკეტინგულ ოკლუსის მსგავსი, რომელიც დაიცავს თვალებს ჩაძირულებისას. ამ თვალის დაკვრებისა და დაცვის კომბინაციით, მას პრაქტიკული არ აქვს სერიოზული კონკურენცია. მტაცებელ ფრინველების მრავალფეროვნება ასევე მაცდუნებელია. ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ტროპიკულ ტკბილ ჭაობებში, მაშინ როცა სხვები ცხოვრობენ კონტინენტალურ კლიმატში ან ნახევრადცველი რეგიონებში. ეს ხაზი გამოხატავს ფრინველების გამორჩეულობის არსებობას. თითოეული სახეობა ეხმარება მუდმივად განვითარებას იმისთვის, რომ უმჯობესდეთ. მაგალითად, ზოგიერთი ამინდი ნაკლებად დინამიურ მდინარეებზე უკეთესად ზრდება, ისევე როგორც სხვები აღმოფხვრიან მძიმე სარდაფებს. შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფრინველები მოქმედებენ ეკოლოგიურად. მტაცებელი მფრინავი დაჰყოვნდება ეკოსისტემების წყლის ჯანსაღობის მაჩვენებელ. მისი არსებობა მაჩვენებს იმას, რომ წყალი სუფთაა და არსებობენ მდიდარი წარმოსახულები. როცა ეს ფრინველი გამქრალდება ერთი რეგიონიდან, ეს შეტყობინება იმისა, რომ გარემოში რაღაც არასწორია. ისინი სწორედ მაგრები ბუნების მეხათიანი ხალხია.